რეკლამა. რადიო ცხელი შოკოლადის ეთერში. ინტერნეტში მეცხრე არხის პირდაპირ ეთერის საყურებლად შეგიძლია ეწვიო. ოფიციალურ ვებგვერდს მისამართზე TV9.g, სპეციალურ გვერდს მეცხრე არხის Facebook-ზე პირდაპირ, ლაივსტრიმის გვერდს მისამართზე TV9.g, დახრილი ხაზი ლაივ. მეგობრებისთვის სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე პირდაპირ ეთერის გაზიარება ყველა ამ გვერდიდანვე შეგიძლია. რეკლამა. რადიო ცხელი შოკოლადის ეთერში. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს რადიო ცხელი შოკოლადი წარმოგიდგენს სოციალურ-პოლიტიკურ თოქ-შოუს ლიბერალი. ფაქტები, მოვლენები და თვალსაზრისები, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოების ყოველდღიურობაზე. რესპონდენტები, რომლებიც საუბრობენ საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე და ცდილობენ გაანალიზონ არსებული პრობლემები. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, საღამოს 7 საათზე, განმეორებით კი ღამის 2-ზე. შორენა შავერდაშვილი, ნინო ბექიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, ნინია კაკაბაძე და თინა ყიფშიძე მნიშვნელოვან თემებზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად საუბრობენ. თოქ-შოუ ლიბერალი. რატომ გაუქმდა აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია და იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული? ეს არის თემა, რომელზეც დღეს თოქ-შოუ ლიბერალში მე გადაცემის წამყვანი ლიკა ზაკაშვილი და გადაცემის სტუმარი აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელი იაკო ხვიჩია ვისაუბრებთ. გადაცემაში ასევე ჩაგვერთვება ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაკა კორცაძე. შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ რადიო ცხელ შოკოლადს 98.5-ზე. გადაცემის განმეორებით მოსმენა შეგიძლიათ ღამის 2 საათზე. გადაცემის ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ჩვენს Facebook-ის გვერდზე რადიო ცხელი შოკოლადი 98.5 FM გადაცემა ლიბერალი. ხაზია ქალბატონი მაკა კორცაძე, ეს გახლავთ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი. ქალბატონო მაკა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ბრძანდებით ჩვენთან ერთად, არ ბრძანდებით გვერდთვებით ეთერში. ქალბატონო მაკა, 11 მარტს ავტორიზაციის საბჭომ გამოიტანა გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით გაუქმა ავტორიზაცია აგრარულ უნივერსიტეტს. შემდგომ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი თუ რა გახდა მიზეზი ავტორიზაციის გაუქმების და ეს მიზეზები საკმაოდ ბევრისთვის აბსურდულია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ავტორიზაციის სტანდარტები არის არაგაზომვადი და ვერ ამოწმებს იმ თავარ მიზანს, რასაც უნდა ამოწმდეს ეს ცენტრი ხარისხს. განათლების ხარისხს. კი ბატონო, შემიძლია დაგეთანხმოთ ნამდვილად იმაში, რომ ის სტანდარტები, რითაც მოწმდება დაწესებულებები, რითაც ვახორციელებთ ავტორიზაციას და აკრედიტაციას, რეალურად ვერ ამოწმებს ხარისხს. ეს შინაარსზე ნაკლებად არის ეს პროცესები ორიენტირებული, უფრო მეტად ორიენტირებულია პროცედურებზე და დოკუმენტების შემოწმებაზე. ამიტომ ჩვენ დარწმუნებით ვერ ვამბობთ აკრედიტაციის და ავტორიზაციის პროცესები შედეგად, რომ ვიღებთ ხარისხის გაუმჯობესებას. არაერთხელ ადრეც მithქვამს და გავიმეორებ, რომ ცენტრი და ეს პროცესები ავტორიზაციის და აკრედიტაციის წინა ხელისუფლების დროს ხშირად გამოიყენებოდა სადამსჯელო სტრუქტურად. ამაზე გულისხმობთ არა? ახლაც დაახლოებით ბევრი შეფასებით თავად სტუდენტებს საზოგადოება რჩება ასეთი განცდა სწორედ, რომ უსამართლოდ იქნა გამოყენებული ეს კრიტერიუმები მათ წინააღმდეგ უნივერსიტეტის. ეს სისტემა ისეთი მანკიერია, გახსოვთ ალბათ ლიბერალთან ინტერვიუშიც თქვი და დავწერე კიდევაც შემდეგ სტატია იყო, რომ იმდენად მანკიერია, რომ თუ არ შეიცვლება ანუ მის მიმართ ნდობა თუ არ იქნება ყოველთვის იარსებებს ესეთი ეჭვი. აი აკრედიტაცია თავისი არსით არის ნდობაზე დამყარებული პროცესი და არა დასჯაზე. აი ეს თუ არ გავიაზრეთ ჩვენ და სისტემა მთლიანად თუ არ შევცვალეთ, აი არასოდეს არ იქნება ეს პროცესები ისეთი, რომ ნდობა გამოიწვიოს და აი მესმის სტუდენტების გულის ტკივილით და ისიც რატომ ფიქრობენ ისინი, რომ მათ მიმართ უსამართლოდ იყო ეს გადაწყვეტილება.
ქალბატონო მაკა, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეს სისტემა, რომ აი ეს ნდობის ხარისხი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, იყოს უფრო მაღალი და არ იყოს დასჯაზე ორიენტირებული და არა მოწმენდოს მხოლოდ ქაღალდებს და ბაინდერებს ეს კრიტერიუმები. ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და იმასაც აღნიშნავ, რომ წინა ხელისუფლების დროსაც კიდევ უფრო მეტად იყო ეს ცენტრი დამოკიდებული სამინისტროზე. პირდაპირ მინისტრის პირველი მოადგილე იყო ცენტრის დირექტორი. ეს ყოვლად დაუშვებელია და მე მიმაჩნია, რომ საერთოდ კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი უნდა იყოს ცენტრი, ვისაც ახსოვს ცენტრი, როცა დაარსდა, მაშინ აკრედიტაციის ცენტრი ერქვა, პირდაპირ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ინიშნებოდა ცენტრის დირექტორი. ამით იყო მეტად უზრუნველყოფილი ცენტრის დამოუკიდებლობა. მაშინ ასეთი საუბრებიც ნაკლებია და აი სანამ სისტემა მთლიანად არ შეიცვლება, არ გახდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი, აი ეს დამოუკიდებელი სააგენტო გამჭვირვალე პროცესები და აი კრიტერიუმები უნდა იყოს ზუსტი, გაზომვადი, არ უნდა იძლეოდეს სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის საშუალებას. შემდგომში არ უნდა ხდებოდეს მსჯელობა იმაზე, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ მართლა პრობლემა იყო. ეს იმდენად გამჭვირვალეც უნდა იყოს ურთიერთგაზიარებული, შეთანხმებული, ზუსტად გაწერილი, რომ აი მანიპულირების და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საშუალებას არსშივე უნდა აღმოფხვიდეს და აღარ გამოიწვევს ეჭვებს. აი თვითონ სისტემა, სტრუქტურა, როდესაც არის დისკრედიტირებული, ყოველთვის დღეს თუ აგრარული იქნება, ხვალ დამერწმუნეთ, რომ სხვა იქნება. აი სულ საუბრობდი, რომ შესაძლებელია სისტემა, აი ესეთი არა ჯანსაღი სისტემა. ყოველთვის ბადებს იმას, რომ აი ჩადებული ნაღმივით არის, რატომ ხდება არის. ქალბატონო მაკა, პირადად თქვენ თუ იცნობთ მონიტორინგის ჯგუფის დასკვნას და თქვენი აზრით იქ ჩამოთვლილი შენიშვნები უნდა გამხდარიყო თუ არა საფუძველი იმის, რომ შემდგომ უკვე ავტორიზაციის საბჭო მიიღო გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. თქვენ როგორი თქვენი დასკვნა რა არის? გასაგებია თქვენი კითხვა. ერთი შემიძლია უბრალოდ თქვა, რომ დასკვნას არ ვიცნობ, ვინაიდან მე უკვე აღარ ვიყავი ცენტრის დირექტორი, როდესაც დასკვნა ცენტრს ჩაბარდა და მე საჭიროება ამ ისაც მედიის საშუალებით გაიგეთ. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რაც არ უნდა იყოს, საერთოდ ასეთი გადაწყვეტილება მაინც ძალიან მტკივნეულია. მე არ ვარ დარწმუნებული, უბრალოდ გულწრფელად გეუბნებით, არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთივე კრიტერიუმებით, რომ სხვა უნივერსიტეტები შევამოწმოთ, ისინი გაივლიან პროცედურას თავიდან ბოლომდე. აი ეს არის ყველაზე მტკივნეული და ეს იწვევს უსამართლობის. ქალბატონო მაკა, თავად უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან დაისვა ასეთი კითხვა და ერთ-ერთი წუხილი გამოითქვა იმის შესახებ, რომ თავიდან როცა შევიდა მონიტორინგის საბჭო, თქვენი ბრძანებით შევიდა უნივერსიტეტში, მოხდა ისე, რომ არ იქნენ გაფრთხილებული წინასწარ, მათ არ იცოდნენ საჩივრის ტექსტი და ეს გარკვეულად მათ მიაჩნდათ პროცედურულ დარღვევად. თუ შეიძლება განმარტეთ, როგორ მოხდა ეს და ითვალისწინებდა თუ არა წინასწარ გაფრთხილებას მონიტორინგის ავტორიზაციის პროცესი ითვალისწინებს წინასწარ გაფრთხილებას, მაგრამ აი ეს მეორე პროცესი, მონიტორინგის პროცესი არ ითვალისწინებს, რომ აუცილებლად უნდა გაფრთხილდეს წინასწარ და ამასთან დაკავშირებით თქვი, რომ 17 დეკემბერს იყო შემოსული პროფესორების საჩივარი, სადაც მე გავეცდა იმ საჩივარს და იყო მითითებული, რომ ირღვევა ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტები და ეს წერილი, რა თქმა უნდა, ექსპერტებს მივაწოდე და ვიზიტის დროს წავიდნენ და ზუსტად გაცნობილი იყვნენ თუ იქ რა პრობლემებია და გაშვება მოხდა უკვე 3 იანვარს მონიტორინგის ჯგუფის და იცით რა, გადამოწმება ავტორიზაციის დებულები ცენტრი უფლებამოსილია ინფორმაციის შემთხვევაში გადაამოწმოს დაწესებულება და ეს გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო, შესაბამისად მაშინ მეორე მხარიდანაც მექნებოდა პრეტენზია, რომ რატომ არ ამოწმებს, როდესაც არის სიგნალი, რომ ირღვევა. თვითონ მაგას ვამბობ მე, რომ აი ეს ორმაგი კონტროლის მექანიზმები, ცალკე ავტორიზაცია, ცალკე ყოველ წუთას რო შესაძლებლობა მონიტორინგის განხორციელების და აი ასე მუდმივი კონტროლი, მუდმივი ტერორის ქვეშ და რაღაცა ესეთი რევიზიული სისტემა, ეს არ უნდა იყოს და სისტემურად უნდა შეიცვალოს. დიდი მადლობა ქალბატონო მაკა, რომ მონაწილეობდით ჩვენ გადაცემაში. ეხლა ეთერში რეკლამის დროა და დავბრუნდებით ნახევარ წუთში ჩვენ სტუმართან ერთად. რეკლამა. რადიო ცხელი შოკოლადის ეთერში.
თუ გამოგრჩა რომელიმე სიუჟეტი ან გადაცემა, ეწვია YouTube-ს, საძიებო ველში აგრიფე მეცხრიარხი. გადადი ოფიციალურ გვერდზე და გამოიწერე სიახლეები. აქ იხილავ ყველა საინფორმაციო გამოშვების და გადაცემის არქივს. კონკრეტული ვიდეო ფაილის მოსაძებნად გამოიყენე ძიების ველი ან გადადი პლეილისტების გვერდზე, სადაც მასალა გადაცემების და თარიღების მიხედვით არის დალაგებული. რეკლამა რადიო ცხელი შოკოლადის ეთერში. Talk-show ლიბერალი. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ახლა ვიდრე სტუმართან გადავალ, ჩვენ მოვუსმენთ ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთი წევრის კომენტარს იოსებ ცალუქვაძე, მსმენელს შევახსენებ, რომ 11 მარტს მიღებული გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 4 წევრმა, ერთმა კი არ დაუჭირა, ეს ხო იოსებ ცალუქვაძე, ის გახლავთ სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ის თავის კომენტარში განმარტავს мотивაციას, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას. კომისია იმიტომ არსებობს, რომ ეს არ არის ცალსახა, მისი ინტერპრეტაცია ხდება და ასე შემდეგ. მე დავეთანხმენ ნამდვილად იმას, რომ იქ დარღვევები იყო. ჩემი გადაწყვეტილების ძირითადი, ასე ვთქვათ, კონტექსტი ის გახლდათ, რომ მე მხოლოდ ამ შემთხვევაში სტანდარტებთან შესაბამისობით არ გამომიტანია გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არსებობს სტუდენტები, რომლებიც დგებიან რისკის ქვეშ, ეს არის სპეციფიური უნივერსიტეტი აგრარული, რომელთა სწავლის გაგრძელება სხვა შესაბამის იმებზე, სპეციალობებზე საკმაოდ გართულდება საქართველოს პირობებში. ახლა ვიცით ჩვენ გამდგომარეობა, ეს მარტო სტუდენტებს არ ეხება, პროფესორ-მასწავლებლებსაც ეხება და იმის გამო, რომ თქვა, სტუდენტები, რომლებიც არაფერ შუაში არ არიან ამ პროცესში, პირდაპირ დარტყმის ქვეშ არ მოხდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სიტუაციის გამოსწორების საშუალება, თუ კი ეს მოინდომა უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობამ, მე მაინც ჩავთვალე ესეთ პირობებში, რომ რისკის ყველაზე კარგად ამცილებელი იქნებოდა, თუ აი ამ დარღვევების გამო არ შეუწყდებოდა ავტორიზაცია იმ დაწესებულებას, რომელსაც განვიხილავთ. დღეს ხო იოსებ ცალუქვაძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი. ბატონო იაკო, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ბრძანდებით ჩვენთან სტუდიაში. თქვენ წარმოადგენთ აგრარულ უნივერსიტეტს, ბრძანდებით იურისტი უნივერსიტეტის, როგორც მე ვიცი, ხომასია. დიახ, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ შესანიშნავ რადიოში. დიდი მადლობა. ბატონო იაკო, მე მგონი თქვენ გსურთ გააკეთოთ კომენტარი ქალბატონი მაკა კორცაძის ნათქვამზე. პროცედურებთან დაკავშირებით. პროცედურებთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო ერთი კომენტარი ქალბატონმა მაკამ, სადაც აღნიშნა, რომ აქ შემოწმება იყო აუცილებელი, იმიტომ რომ ეს მოითხოვა ხალხმა, ანუ სამსახურიდან გათავისუფლებულმა პედაგოგებმა ყოფილმა ჩვენ უნივერსიტეტის და მას სხვა გზა არ ქონდა ეს პროცედურა არ განახორციელებია. მე მინდა მიმართო მას, რომ ჩვენ არ გვეშინია იმისი თუ როდის შემოვა უნივერსიტეტში რომელიმე ვაკონტროლებელი, რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო და რაღაცა შიშით არ ყვდებით მოკლედ იმის გამო, რომ რაღაცა დარღვევებს გვიპოვიან. არ ვარ ჩვენის ხალხი, რომ ასეთ ცუდ მდგომარეობა გქონდეს. არც მაშინ არ გქონია, არც დღეს არ აგვაქვს, არც გვექნება მომავალში. აქ უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან სახიფათო ტენდენცია ჩაეყარა საფუძველი ამ ნაწილში. შეეყარა, იმიტომ რომ აი რაც თქვა ქალბატონმა მაკამ, რომ როდესაც მე ვიღაცა განცხადებას დამიწერს, მე აი საოცრად გადავამოწმო. აი მე და თქვენ ან კიდე ნებისმიერმა ხალხმა ახლა რომ დავწეროთ განცხადება საქართველოში არსებული ყველა უნივერსიტეტის წინააღმდეგ იგივე შინაარსის, რაც იქ იყო დაწერილი. ან დაწეროს დაუშვათ ჩვენზე შეიძლება გითხრან, რომ თქვენ ვინ გითხავთ მაგალითად, მაგრამ იმ ხალხმა ვისაც გაუშვეს უნივერსიტეტი. საფუძველი ქონდათ ისინი გათავისუფლებული. უნივერსიტეტიდან გაუშვეს, ყოველთვის უნივერსიტეტის სპეციფიკა არის ესეთი, სასწავლებლიდან ყოველ წელს მიდის ვიღაცა. თან ყოველთვის ბედნიერი არ არის კაცი ის ვიდის. საჩივარში იყო ავტორიზაცია აკრედიტაციის სტანდარტების დარღვევაზე აი ამ კაცმა დაწეროს მე ხო სხვა რაღაცას ვამბობ. ანუ ესეთმა ხალხმა ვინც უკმაყოფილო იქნება უნივერსიტეტი, კონკრეტული უნივერსიტეტი დაწერს განცხადებას, რომ აი ისეთი თან ეს განცხადება უკვე აპრობირებულია ერთი და იმის კოპის 100-ს გადაიღებს უკაცრავად, 100-ს გადაიღებს და ჩააბარებს აკრედიტაციის და ავტორიზაციის ცენტრში, როგორც იქნება. ამის გამო ყველა უნივერსიტეტში უნდა შევიდეს ეს ცენტრი, ანუ ყველა უნივერსიტეტის შემოწმება უნდა მოხდეს. ვინაიდან მე გეუბნებით, ახლა მეტყვიან, რომ ეს უფლებაა ჩვენ და არა მოვალეობა. პასუხიც მაქვს მომზადებული. ადმინისტრაციული კოდექსი ჩვენ გვეუბნება, რომ თუ ერთ გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთი ადამიანის, ერთი სუბიექტის მიმართ, იდენტური გარემოების არსებობის შემთხვევაში ყველას მიმართ უნდა მივიღოთ იგივე. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ
შევედით დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე, ესე როგორ დაინტერესებული პირები არიან, ეს კიდე მეორე საკითხია. პირების საფუძველზე მაშინ მსგავსი ტიპის შემთხვევებში ნებისმიერი უნივერსიტეტის ნებისმიერი გათავისუფლებული თანამშრომელი დააწერს გაბრაზებულ განცხადებას, რომ აკრედიტაციის და ავტორიზაციის პირობებს უნივერსიტეტი არ აკმაყოფილებს, ეს ცენტრი უნდა ადგეს და შეამოწმოს. აი ეს არის პრობლემა. პირველი და მეორე რაც შეეხება დაინტერესებულ პირობას, რაც ასევე ბრძანა ქალბატონმა მაკამ და ეს გაითვალისწინა მე კიდევ ხალხმა. იგამ ცენტრმა, სადაც ჩვენ ამას ვიხილავთ. სხვათაშორის საკმაოდ უცნაურად. გაითვალისწინეს პირველ სხდომაზე ეს ხალხი იყო ჩართული დაინტერესებულ პირად და დაინტერესებულ პირად ჩართვა ნიშნავს იმას, რომ ის პროცესის ბოლომდე დაინტერესებული პირია, მაგრამ მეორე სხდომაზე გამოგვიცხადდეს, რომ არა, ეს ხალხი არ არის დაინტერესებული პირი. ახლა შემედავებიან არ იყო ასევე, მაგრამ ჩაწერილი არსებობს ვიდეო ვერსიები, აუდიო ვერსიები და მოკლედ ამის დამტკიცება თუ ვიღაცამ გააპროტესტა არ იქნება პრობლემა. მაგრამ ეს დაინტერესებული პირი, ეს ხალხი არასოდეს არ ყოფილა ამ პროცესში. დაინტერესებული შეიძლება იყვნენ იმ ნაწილში, რომ ალბათ აღდგენა სურდათ მათ. ხო, მაგრამ აღდგენას არ ეხება ეს საკითხი. აღდგენის დავა რო იხილებოდეს, მე ხომ მართლა ჩვენ შეგნებული ხალხი ვართ და ვიტყვით, რომ ეს ხალხი დაინტერესებული ხალხი ამით ეს რამდენად აღსადგენია მეორე საკითხია. დაინტერესებულები იქნებიან. ეხება უნივერსიტეტის ავტორიზაციის ჩამორთმევას დავა, სადაც ჩამორთმევის შემთხვევაში უნივერსიტეტი იხურება და ამ ხალხს არანაირი ინტერესი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტი დახურულია და აღდგენის შემთხვევაში ისედაც ხო არაფერი არ გააჩნია, არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ამას არც ითხოვენ. ითხოვენ მეორე შედეგის, ანუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მათ არაფერი ინტერესი არ აქვთ ამ საქმეზე. შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალი გვეუბნება, რომ ესეთი ხალხი საქმეში არ უნდა მონაწილეობდეს. მიზეზებსაც გეტყვით ახლა თუ გადავართ სამართლის თეორიაში. არ გვინდა, იმიტომ რომ შესაძლოა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს საქმის, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი არსებითი. რაც ეხება ბატონისებს, მადლობას ვეთქვი იმისთვის, რომ დაგვინდო შეიძლება ითქვას საბჭოს ხდომაზე. მე მის ადგილას უფრო რადიკალური ვიქნებოდი დღეს შეფასებებში, მაგრამ ნამდვილად არ ვსაყვედურებ ჩვენგან მადლობა ეკუთვნის და მიიღებს ამ მადლობას ახლა დღეს ამ სტუდიიდან ჩემგან. ბატონო იაკო, ჩემი კითხვა ეხება შემდეგს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ მინისტრის რამდენიმე განცხადება იმის შესახებ, რომ ეს არ არის თავი გუში გვესმოდა, რომ ეს არ იყო გაუქმება, თუმცა გადაწყვეტილებაში გამოცხადა, რომ იყო გაუქმება, რომ გაუქმება გულისხმობდა იმასაც, რომ სემესტრის ბოლომდე აგრძელებენ სწავლას და შემდგომ უნივერსიტეტს ეძლებოდა ვადა, რომ გამოესწორებლია ხარვეზები და ეს ავტორიზაცია დაუბრუნდებოდა. თუმცა როგორც იურისტები განმარტავენ, გაუქმება ნიშნავს, რომ გაუქმდა და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს, ხო, რომ ისევ დაუბრუნდეს. თუ შეიძლება რომ განმარტეთ, რა გზა აქვს დარჩენილი განათლების სამინისტროს იმისთვის, რომ ეს ეგრეთ წოდებული შეცდომა, თქვენ მიერ შეფასებული შეცდომა გამოასწოროს. პირველ რიგში მე ვიტყოდი, რომ ახლა არაიურისტების მხრიდან ტერმინოლოგიურ ცნობილებებში მე გამომკიდებელი კაცი არ ვარ და ნუ ახლა ეს არ იქნება სერიოზული. ამ ნაწილში უბრალოდ მე შინაარსი არ მომეწონა, როგორც განმარტავდნენ ამ ტერმინებს, თორემ თუ მინისტრი იტყოდა, რომ შეჩერდა ეს და განმარტავდა ისე შინაარსს, როგორც არის რეალურად, მაშინ პრობლემა არ მექნებოდა. უბრალოდ საქმეც ეს იყო, რომ ყველა ვინც ეს გუშინ განმარტა არასწორად თვითონ არასწორი ტერმინიც. ანუ პრობლემა ჰქონდა როგორც ტერმინოლოგიურ უზუსტობასთან, ასევე შინაარსობრივ უზუსტობასთან. მაგალითად თქვენს რომ არის შეჩერებული და მას შეუძლია აღადგინოს. თუ შეჩერებულია, მას შეუძლია აღადგინოს სწორი ტერმინია. მაგრამ თუ გაუქმებულია თავიდანვე, იმიტომ რომ გაუქმებულია ეს. ნუ მე მგონი დღეს უკვე აღარავინ აღარ დაობს ამაზე, ნუ მოკლედ მოვისმინეთ ყველა ჩანაწერი დაიდო გავრცელდა სოციალური ქსელებითაც. ახლა დღეს აღარავინ აღარ დაობს, რომ ეს გაუქმებულია. რა დგება, მაგრამ ამბობენ დღეს, რომ გაუქმებულია, მაგრამ რეალურად ეს შეჩერებას ნიშნავს. ეს საერთოდ არ ვიცი რა არის, მაგრამ ნუ დაუშვათ ესე იყოს. განმარტოთ, რას ნიშნავს გაუქმებული და მე ვნახოთ, ეს იგივეა თუ არა, რომ რაც შეჩერება თავის შინაარსით. გაუქმებული ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტს აღარ აქვს ავტორიზაცია. უბრალოდ იქ გაითვალისწინა საბჭომ სტუდენტთა ინტერესები, რომლებიც დღეს სწავლობენ და თქვა, რომ ეს ძალაში, ანუ ამოქმედდება ეს კონკრეტული ადმინისტრაციული აქტი 4 თვის შემდეგ. ანუ ნიშნავს, რომ 4 თვის მერე გაგვიუქმდება. ეს არ ნიშნავს, რომ 4 თვის განმავლობაში ჩვენ შეიძლება რამე გამოვასწოროთ. თუმცა მათ ესეც თქვეს საჯარო განცხადებაში. მაგრამ ეს არასწორია, ეს კანონს ეწინააღმდეგება. ან კანონი უნდა დავარღვიოთ, თუ ამის საშუალებას მოგცემენ, მე როგორ შეიძლება ვიყო ამის წინააღმდეგი. ზოგადად ეს რო კარგი იყოს. ან კანონი და შეცვალონ და ამ შემთხვევაში მე წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ კანონს შეცვლიან, კი ბატონო, მაგრამ უკანონოს ხო არ გავაკეთებთ. და ხო არ ვიტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ შეცვლა, კანონს არღვევს მაგალითად განათლების სამინისტრო და ჩვენც უნდა დავარღვიოთ. არ გამოვა ეს. მე უფრო მარტივი თან ამავდროულად კიდე სხვა პრობლემა არსებობს აქ. თუ ავტორიზაცია უქმდება, ავტომატურად უქმდება აკრედიტაციაც. და ეს ცალკე პროცედურაა მისი აღდგენაც. იქ კიდე სხვა საკითხია, რომ ერთი გაუქმება და მეორე არის, რომ წყვეტა ხდება, რომ უნივერსიტეტს როდესღაც არ ქონდა და დაკარგა მან ავტორიზაცია, როდესღაც ცუდი
იყო ეს უნივერსიტეტი. ამის პრეზუმპციას დგება. ამის ეს დგება. ამიტომ ჩვენ სხვა გამოსავალს თავაზობთ ამ ხალხს. ეს ცუდი გამოსავალია, იმიტომ თან ხომ მართლები ვართ ახლა მართლა. მე მგონი დღეს საქართველოში არავინ არ დადის ისეთი, ვისაც გულში ჯერა რომ ეს არ მგონია თვითონ განათლების სამინისტროში იყოს ხალხი, ვისაც ჯერა რომ სწორად მოიქცა მაშინ, როდესაც ჩამოგვართვა ავტორიზაცია. ეს არავის არ გამოსავალი არის გაუქმება გადაწყვეტილების. და ადმინისტრაციული სამართალი გვთავაზობს ამას. კანონი არ იწერება ისე, რომ ადამიანის შეცდომას არ დაუშვებს. არის ის შემთხვევები, როცა შეცდომა უშვებს ვიღაცა, როგორ ხდება მისი გამოსწორება. შეცდომის გამოსწორება არის პირველ რიგში აღიარება და მერე მისი გაუქმება. ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლი ამბობს, რომ თუ შენ დაუშვებ რაღაც შეცდომას და გამოსცემ უკანონოდ ადმინისტრაციულ აქტს, შეგიძლია მისი გავათილება, ანუ ძალაში შესვლამდე მისი მოსპობა, მოდი ესე ვთქვათ. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქოს არასოდეს არ გაუქმებულა ავტორიზაცია, ის რაზეც ჩვენ ახლა ამდენი ხანი ვსაუბრობთ და დავუბრუნდით, ეს მოვლენა სამართლებრივად არ ყოფილა, შესაბამისად არც აკრედიტაციას ემუქრება საფრთხე და არანაირი ზიანი არ დგება. ჩვენც დავივიწყებთ ამ წენას 2-3 დღის განმავლობაში რაც მოხდა, ჩვენც რაღაცა ერთი-ორი სიტუაცია ვთქვით ისეთი უხეში და მოსვაწყენიათ ისიც გვაპატიებენ და მოკლედ კარგად დავიშვებთ. გასაგებია. ეხლა ვისაუბროთ თავად დარღვევებზე. ჩვენ ნახეთ ორი დიდი დასკვნა, შუალედური დასკვნა, შემდგომ უკვე საბოლოო დასკვნა, რომელიც წარმოადგენს მონიტორინგის საბჭო. იქ არის უამრავი თავიდან უფრო მეტი ხარვეზია ჩამოთვლილი შუალედურ დასკვნაში, ნაწილი შემდგომ გამოსწორდა, რაღაც ნაწილი დარჩა და საბოლოოდ დავიდა 7 დარღვევამდე, ხო? რა არის ეს 7 დარღვევები, რომ აუხსნათ მსმენელს? ერთ-ერთი ეხება ბიბლიოთეკას, როგორც მე ვიცი. მე დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ 7 დარღვევა რა არის. იმიტომ რომ ქაღალდზე ჯერ ესენი არ მინახავს. მაგრამ დაახლოებით ვიცი რაც მოვისმინე. პირველი მათგანი არის ის, რომ ჩვენ ორ სტუდენტს ჩაუთვალეთ კრედიტები, რომელიც მათ მიიღეს სხვა ქვეყანის უნივერსიტეტში. მაგრამ საბოლოო ჯამში ამის გამოსწორება მოხდა შემდეგნაირად. მოხდა ამის გამოსწორება ის, რომ მას შემდეგ რაც დიპლომი იქნა გაცემული, ახლა დავის დროს ჩვენ წარმოვადგინეთ იმის მტკიცებულება, რომ ამ დიპლომებს პრობლემა არ ქონია და ეს თვითონ ამავე სამინისტრომ ცნო მოკლედ აღიარებულად. ამიტომ ამ კუთხით დღეს პრობლემა არ დგას. მაგრამ მიუხედავად ამისა აკრედიტაციის სამსახურმა, ავტორიზაციის სამსახურმა გვითხრა, ან მაკონტროლებელმა გვითხრა, რომ ეს მაშინ უნდა გეგესწორებია დღევანდელი გასწორება არ შველის საქმეს, ანუ დღევანდელი გასწორების შემთხვევაში თქვენ რაღაცა სასწაული ცუდი ამბავი ჩაიდინეთ მოკლედ. ეს ერთი. იგივე ვერსია იყო მე მგონი იმ წესთან დაკავშირებით, რომელშიც იყო შეუსაბამობები, წესთან დაკავშირებით ხო მეორე იყო წესთან დაკავშირებით. წესი, სადაც რამდენიმე მუხლი იყო, რომელიც მოდიოდა წინააღმდეგობაში უმაღლესი განათლების კანონთან და მინისტრის საკითხებზე. თუმცა ვიცი რომ გამოსწორდა ეს წესი, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩაითვალა ხარვეზად ხო უნივერსიტეტს. რომ არ გამოდგა განხილულ შემთხვევაში რომ არ გამოსწორებულიყო. და კანონი რაღაცა და რაღაცა ეწინააღმდეგება ჩემი კერძო სამართლის სუბიექტის რაღაცა წესდებაში რაღაცა მუხლი მოკლედ ეწინააღმდეგება, რომელი მოქმედებს თქვენი აზრით. და როგორ შეიძლება ამან დაარღვიოს ადამიანის ისეთი უფლებები, რომელსაც გამოსწორებელი შედეგი მოყვება. შეუძლებელია, იმიტომ რომ კანონთან წინააღმდეგობის შემთხვევაში ჯერ რექტორთან რომ მიხვალ ან ბოლოს და ბოლოს ვინმე მისულიყო ბატონ კახასთან. ეს ხომ ავტომატურად არავინ ნახო თუ სტუდენტი იმას იტყოდა რომ ბუნებაში არ დამდგარა შემთხვევა. ანუ არავის ამით ზიანი არ მიდგომია პირველი, არავის არ გაუპროტესტებია ეს, უბრალოდ აღმოაჩინეს როგორც დარღვევა. ან მე არავის არ ესმის ამ ბავშვების. წასულიყო სასამართლოში, ხო? პირობითად. ხომ არასოდეს არ მოხდებოდა მუფლების დარღვევა. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც კანონიდან რაღაცა ჩემი დოკუმენტი გამოცემული ერთმანეთს ეწინააღმდეგება და არასოდეს ჩემს აზრს მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ კანონი ისედაც ზემდგომია და რომც არ გამოსწორდეს, ეს არსებითი არ არის. შეიძლება ვიღაცა თქვას რაღაცას ეწინააღმდეგება, მაგრამ არსებითი არ არის. მაგრამ გამოსწორებულია. ну რაღაცა იყო ასევე ის რომ ასევე იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველაზე მსხვილი ადგილი დაეთმოს ვრცელი ადამიანური რესურსის ნაწილს, სადაც საუბარი იყო, რომ სხვადასხვა ფაკულტეტებზე უნივერსიტეტს არ ყავს საკმარისი რაოდენობა სრული ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების იმისთვის, რომ მათ წარმართონ საგანმანათლებლო პროგრამები, ხო? იზიარებთ თუ არა ამ შენიშნვას, მე ვიცი რომ გარკვეული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, ვისაც შეუჩერდა კერდა, ვადა ამოეწურა, გაუგრძელდა და სხვადასხვა კანდიდატურებზე აპრებდით თავიდან კონკურსის გამოცხადებას. ანუ მე მგონი იმ ნაწილში სადაც ხელშეკრულებაში არ დამდგარა მე მგონი. ანუ პრობლემა იყო, მე არ ვიცი როგორ დაასაბუთებენ ახლა მაგალითად იმას, რომ როდესაც ხვედავებიან, რომ ერთ-ერთ ფაკულტეტზე რაღაცა საკმარისი რაოდენობის ვიღაც პროფესორი არ იყო. მაგათ ბიზნეს ფაკულტეტი იყო ეს. ანუ ეს საკმაოდ რთული დასასაბუთებელია, იმიტომ რომ პირდაპირ არცად არ წერია, რომ კონკრეტულ ფაკულტეტზე უნდა ყავდეს 5 პროფესორი პირობითად. ესეთი რაღაც არ არის. უბრალოდ ზოგადად უნივერსიტეტზე სტუდენტების რაოდენობის და იმ დისციპლინების მიხედვით, რომელზედაც ბავშვებს ამზადებს, მაგალითად ფაკულტეტების მიხედვით უნდა ყავდეს რამდენიმე პროფესორი. ამ კუთხით პრობლემა არ დგას. ანუ ამ კუთხით არავის არ განუცხადებია პრეტენზია. უბრალოდ თქვენს რომ აი იურიდიულ ფაკულტეტზე პირობითად რატო არ ყავთ ვიღაც ხალხი, მოკლედ.
ჯერ ერთი ჩვენ ამასთან დაკავშირებით კოჭი გავგორეთ მოკლედ. შეიძლება ითქვას და არ გამოვეკიდეთ ამ სამსახურს და ვთქვით, რომ ახლა ვაცხადებთ კონკურსს. ანუ რეალურად თუ ეს თანამშრომლობით განწყობილი ცენტრია პირობითად თუ არის ის ორიენტირებული ხარისხის გამოსწორებას და რა დასჯაზე. რა პრობლემა იყო მაგალითად ამ გამონაკლისის დაშვება. აი რა ზიანი დგა მეორე მხარეს. სახელმწიფოს რა ზიანი ადგებოდა ამითი, როდესაც მეორე მხარეს კერძო ინტერესი, თქვენ ხო წარმოგიდგენთ რამდენი მილიონია ჩადებული ინვესტორის მიერ. და ასევე კერძო ინტერესი მარტო ინვესტორის ინტერესები არ არის. არის იმ სტუდენტების 2000 სტუდენტის ინტერესი, რომელსაც ეს ყველაფერი აწყობს ეს პროცესი და მიტინგებს მართავს და მოკლედ არის ერთ ამბავში. ეს პროცესი კიდე რაღაც ადეკვატური იქნებოდა, ჭკუასთან ახლოს იქნებოდა სტუდენტებიდან რომ მომდინარეობდეს და სტუდენტები რომ ამბობდნენ რომ რაღაცა ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ვართ იქ უნივერსიტეტში მოკლედ. ეს კიდე იქნებოდა, იმიტომ რომ სახელმწიფო ლეგიტიმურად იყო და სტუდენტებზე ვზრუნავ. ახლა ამბობს რომ მე ვზრუნავ სტუდენტებზე, მაგრამ სტუდენტები ამბობენ რომ არ გვინდა სახელმწიფო ზრუნვა. ჩვენ ისედაც კარგად ვზრუნავთ. გასკები, ანუ ის ყველა ხარვეზი და შენიშვნა რაც ავტორიზაციის საბჭომ საკუთარ გადაწყვეტილებას დაუდო საფუძვლად არც ერთი ეს ხარვეზი შეიძლება იყოს ახეზე, მაგრამ არ ახდენდა გავლენას მთავარ მიზანზე. სამართლებრივი ხარვეზი ეს არ არის. მაგალითად ვამბობ რომ იურიდიულ ფაკულტეტზე რომ რაღაცაც იყო, არსად ეს კანონით გამაგრებული არ არის. კანონით გამაგრებული არის ზოგადი პრობლემა არ დგას. ანუ ესეთი არ უთქვიათ ყოველ შემთხვევაში. თუ დაწერენ, ნუ ეცდებით იმასაც უპასუხოთ, მაგრამ ჯერ წერილობით არ გვაქვს, სადაც დაასაბუთოს საბჭომ. ჩემ სხვათა შორის ბევრი უაზრო პრობლემა იყო მონიტორინგის დასკვნაში, რომელიც საბჭომ არ გაიზიარა ხან, ნუ კარგიც უნდა ვთქვათ იმ ხალხზე. ის არ გაიზიარა. ევაკუაციის გეგმა თუ არ იყო თვალსაჩინო ადგილას. მაგრამ ასევე გაიზიარა ისეთი აბსურდი, რასაც ქვია, მართლა როგორც იყო ის, რომ ბიბლიოთეკაში, სადაც თვითონ წერენ, რომ 1.700.000 წიგნია, რომელიც მიერთებულია მსოფლიო ელექტრონული ბიბლიოთეკის ქსელს, არ არის 10 წიგნი, რომელიც არის მითითებული სილაბუსში. მიუხედავად იმისა, რომ ამ 10 წიგნიდან ნაწილი შევავსეთ PDF ფაილებით, გითხრეს, რომ რატომ არ არის მიღება ჩაბარების აქტი გაფორმებული ამ PDF ფაილზე უნდა გაფორმებულიყო მოკლედ მიღება ჩაბარების აქტი. და რო უთხარით რომ კარგი ახლა მიღება ჩაბარების აქტი არ გვაქვს, მაგრამ ამოვიღეთ სილაბუსიდან საერთოდ. თქვენს რომ ეს ხარვეზი არ არის აღმოფხვრილი და ეს გაიზიარა საბჭომ. ზოგადად, ანუ ესეთი არასერიოზული, რომელსაც დარწმუნებული ვარ თელ საქართველოს ახლა ვინც გვისმენს და თვითონაც ამას რო წაიკითხავს, გონია რომ სერიოზული საბჭოები არ დარჩა. ეს დარჩა. ერთი რამ მინდა გითხოთ, მინისტრმა ახსენა ორჯერ თუ არ ვწდები მის გამოსვლაში, რომ იქ იყო 600 სტუდენტზე საუბრობდა, 600 გარეცხულ სტუდენტზე. ჩემთვის ცოტა ახალი იყო ეს გარემოება, იმიტომ რომ შემდგომ წავიკითხე ეს დასკვნა, ამ ტექსტში ვერ აღმოვაჩინე შედეგი, რომ ის პროცესი რომლის შედეგადაც დადგა, ამ ეს სტუდენტები გაირიცხნენ, თუ შეიძლება განმარტეთ, მინისტრი იტყუება თუ მართლა იყო ასეთი. არა, 600 სტუდენტი ჯერ ერთი არ გარეცხულა, მათ შეურჩერდათ სტუდენტის სტატუსი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. და მეორე აქ იყო საუბარი იმაზე, რომ სასწავლის გადაუხდელობის გამო მოხდა ეს. მე საერთოდ პირადად იაგო ხუჩიავი ვხედავ პრობლემას იმაში, რომ თუ ადამიანმა საფასური ვერ გადაიხადა, კერძო სამართლის სუბიექტმა და გარკვეული ტიპის სანქციებს მიმართოს. ეს ჩემთვის გასაგები არის, მაგრამ აქ სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ის 600 კაცი, რომელზედაც საუბარია, დასჯილი ჭყალებში არის არა იმის გამო, რომ საფასური ვერ გადაიხადა, არამედ იმის გამო, რომ 5-ან 6 საგანი ფეილი ჰქონდათ მოკლედ. ანუ 5-ან 6 საგანში ჰქონდათ ჩავარდნა, რომელიც ყველანაირი სამართლებრივი დოკუმენტაციით, რაც ქვეყანაში არსებობს და რაც უნივერსიტეტში არსებობს, ამ შედეგებს იწვევს. და ამიტომ საუბარი იმაზე, რომ აქ სწავლის საფასური იყო რამე შუაში, მგონია რომ მინისტრის არაინფორმირებულობაზე მიუთითებს, მგონია რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, ახლა არ ვარ დარწმუნებული, რომ მინისტრი კითხულობდა იმ საქმეებს 700 გვერდიანს, ყველა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებთან. მგონია რომ ეს არასწორი ინფორმაცია, ეს ფაქტია. ანუ მათ ვერ გადაიხადეს სწავლის საფასური და იმავდროულად ჰქონდათ არა, სწავლის საფასური არ არის საფუძველი მათი საფუძველი არის, რომ გარკვეული საქმეები ვერ ჩააბარეს. და ვერ ჩაბარეს 1 და 2 საგანი კი არა, 5 და მეტი. და შეჩერების საფუძველი გახდა ეს. ამ 600-ივე შემთხვევაში. გასაგები. ყოველ შემთხვევაში, თუ განსხვავებული მოსაზრება აქვს ვინმეს, ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ თავი უნდა დავიცვათ. თავდამსხმელები ამ შემთხვევაში არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც ყველანაირი კანონმდებლობით ადმინისტრაციულ სამართალში აქვს მტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთი ამ პრინციპიდან გამომდინარე, მათ ეს პრეტენზია არ წამოუყენებიათ. როგორ ერთი კაცი ვიღაცა, ასე არ არის სხვანაირი შემთხვევა გვიდგას. არ არის ესეთი პრეტენზია. შესაბამისად, ახლა რაღაცაზე ვსჯელობთ, რომელსაც სამართლებრივი არგუმენტაცია არ აქვს. არც იმ მხრიდან, შესაბამისად, მე რა დაუპირისპირო ზოგადად ვსაუბრობ, რომ 600-ივეზე მოხდა ეს შემთხვევა. და ერთი კითხვაც აქ უფრო ცხადი რომ გახდეს, დავუშვათ და ამ ბავშვებს არ იყო შემთხვევა, როცა არ გადაიხადეს სწავლის გადასახადი, ხო? არ აქვს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომ ამის გამო გავუშვას კანონი რას ამბობს?
გააჩნია შემთხვევებს, ანუ ითვალისწინებს შეჩერებას სწავლის, ანუ ვადის მიცემას მას და ანუ არ არის ესეთი რეპრესიული, რომ ჯერ ჩვენი უნივერსიტეტის მიდგომა არ არის საერთოდ რეპრესიული. ჩვენ ყოველნაირად ვცდილობთ, რომ სტუდენტი ბოლომდე იყოს ჩვენთან. არსებობს მილიონი პროექტი. მაგალითად, გვაქვს ისწავლე და ასწავლე. ასეთი პროექტი, სადაც გვაქვს საშუალება, რომ შევთავაზოთ და ასეთი არის ძალიან ბევრი სტუდენტი ჩვენი უნივერსიტეტის. მე ვკითხულობ ლექციებს ერთ-ერთ დარგში და ჩემი სტუდენტების 30%-ზე მეტი არ იხდის საფასურს. საერთოდ არ იხდის საფასურს იმის გამო, რომ ან გათავისუფლებულია, როგორც კარგი სტუდენტი უნივერსიტეტის მიერ პირდაპირ და საერთოდ არნაირ ვალდებულება არ აქვს, მონაწილეობს ამ პროგრამაში და ვალდებულია, რომ დაამთავრებს სწავლას ერთ სტუდენტს, ასწავლოს ასევე უფასოდ. ანუ ყველანაირი საშუალება მართლა მაგას რო ვინმე იტყვის აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებზე, რომ ჩვენ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტებს ვრიცხავთ, ერთი შემთხვევაც ამისი არ არსებობს. ხო და ახლა გასაგებ. ბატონო იაკობ, გადაცემა რადგან სრულდება, ბოლო კითხვას დავსვავ. თუ აღმოჩნდა, თქვენ იმედოვნებთ და მე მგონი ამის მოლოდინი გვაქვს ჩვენს, რომ შეიძლება საბჭომ თავის გადაწყვეტილება გააუქმოს, თუ არ გააუქმა გადაწყვეტილება. რა იქნება შემდეგ? რა ბედი ელოდებათ იმ სტუდენტებს, 2000 სტუდენტს, რომელიც სწავლობს აგრარულ უნივერსიტეტში? გასაგებია, რომ კანონი ითვალისწინებს მობილობას, თუმცა მაგრამ იმის კონკრეტული გეგმა ხომ არ გაქვთ თქვენ? არა, ჩვენ ვეცდებით ყველა საშუალებით, რომ და სხვათაშორის მე უკვე ვერ ვხედავ ამსეთ ტრაგიკული გაგრძელების საშუალებას, იმიტომ რომ ეს მინისტრმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ახლოს მომავალში მიიღებს ავტორიზაციას აგრარული უნივერსიტეტი. ახლა მინისტრი კაცი საუბრობს, რა უფლება გვაქვს, რომ არ ვენდოთ. უბრალოდ ჩვენ ვსაუბრობთ ფორმებზე, ახლა და მე ფორმა შევთავაზე სწორი, რომელიც არის. არასწორი ფორმა ჩვენ არ გვინდა. იმიტომ რომ ახლა ხვალდაზე კიდევ ვიღაც რომ მოვიდეს, რომ არასწორი ფორმით გაქვთ რაღაცა, ამას არავის არ ვაკეთებს. კანონის შესაბამისად რომ მოხდეს. კანონის შესაბამისად ეს არის ის, რომ რაც ვთქვი, რომ უნდა გამოსწორდეს ხარვეზი მართლა არსებობს სხვათა შორის, თუმცა ჩვენი მხრიდან არა, არსებობს ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან და ეს უნდა გამოსწორდეს. თუ ეს არ გამოსწორდება, ჩვენ ყველა ღონისძიებას მიმართავთ სასამართლოს, მიმართავთ იმას, რასაც ახლა ვაკეთებთ, სიტყვაზე გამოვხატავთ ამას აქციები ჩვენს პროტესტს. ანუ უნივერსიტეტი არ დაზოგავს თავს, რომ დაიცვას თავისუფლებები. თუ ეს არ მოხდა, უნივერსიტეტი ამავდროულად მიმართავს ხელმეორე ავტორიზაციისთვის. უნივერსიტეტი ასევე თუ ესეც არ გამოვიდა და გითხრას, რომ თქვენ სახელგადახილი ხალხი ხართ და ეს არ გამოვა, მიმართავთ თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით. მოკლედ, ყველანაირ საშუალებას შევქმნით, თუ არ არსებობს, უბრალოდ გონია, რომ ეს ამდენი არ უნდა დაგჭირდეს, იმიტომ თუ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რასაც ასე დაბეჭდებით გვეუბნებიან და რადგანაც ამობენ, რომ ეს აღდგება, მაშინ ახლა აღდგება საბოლოო ჯამში და გავიგებთ ჩვენც რომ აღდგენილი იქნება. ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ არ განვიხილავთ ახლა დღეს თუ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ წაგვართმევენ ავტორიზაციას საბოლოოდ. გონია რომ ჯერ ვცდილობთ იმას, რომ როგორ მოვძებნოთ სწორი ფორმა, როგორ ვითანამშრომლოთ სიტყვაზე განათლების სამინისტროსთან, რომ მოგცენ ის რაც გვეკუთვნის, ის რაც გამოსწორონ ის ხარვეზი, რაც მათ დაუშვეს და ნუ გველაპარაკებიან, რომ ხარვეზი არის თითქოს ჩვენი. ნახოთ, იმედია უახლოეს მომავალში უფრო ცხადი გახდება, გამოიკვეთება რას აპირებს კონკრეტულად განათლების სამინისტრო და გააუქმებს თუ არა ავტორიზაციის საბჭო თავის გადაწყვეტილებას. ჩვენ გადაცემა დასრულდა, საუბრობდით აგრარული უნივერსიტეტის ეგრეთ წოდებულ საქმეზე. მე გულისმენელმა უფრო ძალიან კარგად იცის რაშია საქმე. თქვენ უსმენთ ток-შოუ ლიბერალს, რადიო ცხელი შოკოლადის ეთერში FM 98.5-ზე, გადაცემის პროდიუსერი და ხმის ოპერატორი იყო ლაშა ქავთარაძე. გადაცემა მიმყავდა მელიკა ზაკაშვილს და გემშვიდობებით მომავალ კვირამდე. ყოველი სამშაბათო დღის ბოლოს რადიო ცხელი შოკოლადი წარმოგიდგენთ სოციალურ-პოლიტიკურ ток-შოუს ლიბერალი. ფაქტები, მოვლენები და თვალსაზრისები, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოების ყოველდღიურობაზე. რესპონდენტები, რომლებიც საუბრობენ საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე და ცდილობენ გაანალიზონ არსებული პრობლემები. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, საღამოს 7 საათზე, განმეორებით კი ღამის 2-ზე. შორენა შავერდაშვილი, ნინო ბექიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, ნინია კაკაბაძე და თინა ყიფშიძე მნიშვნელოვან თემებზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად საუბრობენ. ток-შოუ ლიბერალი. რეკლამა. რადიო ცხელი შოკოლადის ეთერში. ინტერნეტში მეცხრე არხის პირდაპირ ეთერის საყურებლად შეგიძლია ეწვიო ოფიციალურ ვებგვერდს მისამართზე tv9.gr, სპეციალურ გვერდს მეცხრე არხის Facebook-ზე პირდაპირ, ლაივსტრიმის გვერდს მისამართზე tv9.gr, დახრილი ხაზი live. მეგობრებისთვის სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე პირდაპირ ეთერის გაზიარება ყველა ამ გვერდიდანვე შეგიძლია.
რადიო ცხელი შოკოლადის ეთერში.